ვუძლებთ იმისაც, რომ გადაპროტესტებინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მოღალატეობრივი ქმედებები, სამწუხაროდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან ეს ღალატი ეხლა არ დაწყებულა, ჯერ კიდევ 32 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯემალ გამახარია საქვეყნოდ ამბობდა ტელევიზიების წინ, რომ აფხაზია eta გასუდარსტო და მაშინ არ ამოუღია არც ერთ დეპუტატს ხმა ამაზე. და დღეს მით უმეტეს, როდესაც ისინი ახდენენ არალეგიტიმური და უზურპატორი ოცნების ლეგიტიმაციას და მათ კანდიდატის ყაველაშვილის ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია დევნილებში. თავისთავად ჩვენ ამ საპროტესტო ნურთს ფრენად ვუხდებით დევნილები, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში და ყოველთვის პროტესტის ავანგარდში ვიდგებით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, უნდა დავიბრუნოთ სამოჩაბლე და უნდა მოვახდინოთ ამ მანკიერი სისტემის დემონტაჟი, რაც შეიძლება მალე, იმისათვის რომ დემოკრატიულ პროცესებს დავუდგეთ სათავე.